ხშირი შარდვა. Game მოკუცებ ადამიანს აქვს ხშირი შარდვა. ქალებსაც, კაცებსაც ვერ იკავენ შარდვას. მალე ზოგიერთი ჯერ. არა მარტო მოკუცი, ახალგაზრდებსაც აქვს ეს პრობლემა. ეს პრობლემა არის მეგობრებო, მოსაგვარებელი, მაგისთვის წამალი არ დაგეხმარება. ეს იგეთი სიტუაცია ნახე მეგობრებო, ერთ-ერთი ტიპის ჩათვალე რომ დიაბეტის კარებზე დგეხართ. სიცხილში ტრიალებს ზედმეტი შაქარი, რომელიც ბლოკავს antidiuretic ჰორმონები. ანუ ეგეთი ჰორმონებს ბლოკავს, რომელიც შეკავება გაძლევენ, ანუ შარდის ბუსტს. რომ შეიკავო ეს შარდი, იმიტომ შარდის ბუსტი არ იკავებს იმ შარდს და ზოგ ადამიანს. ისეთაც გაიპარება, აქ არის შაქრის ბრალი და როგორ არის შაქრის ბრალი? სადაც შაქარი მიდის, იქ წყალი მიდის. იმიტომ ჩვენი ორგანიზმი ისე არის აწყობილი, ჩვენი სხეული, შაქარი ტოქსიკად ითვლება ზედმეტი, ორგანიზმმა იცის რომ უნდა ჩაირეცხო ეს, მიდის წყალი. იმიტომ თქვენ მოგინდება მე ბევრი წყლის დალევა, ხანდახან ცივი წყალი გინდა. ოთახის ტემპერატურის წყალის ვერს გააკმაყოფილებს. სვამს ბევრი წყალი, მე მიდიხარ შარდში. ზოგი ადამიანი ცდილობს რომ საგამოთი წყალი არ დავლიოთ, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა მეგობრებო. ტოქსიკი გროვდება, რადგან შაქარი ტრიალებს თქვენ სიცხილში ზედმეტი და შარდიზე წახვალ ბევრჯერ გამ. დღეს სოფლიოში მეგობრებო, მილიონობით ადამიანი პრედიაბეტია, რომელიც არც იცის. ფიქრობს ჩვეულებრივად. დიაბეტის რო არ ახართ, როცა ჭამს ზედმეტი ნახშირი წყლები და შაქარი, ჩვენი ორგანიზმი იკავებს ზედმეტი წყალი, რომელიც გამოჩნდება სახეზე, აი ესეთი რგვალი სახე გასივდება, თვალის ქვეში ეს ბალიშები, ფეხები გასივდება და ეგეთი სიმპტომები გაძლევს, რომ ვერ მუშაობს თირკმელები. მაგრამ იქ თირკმელის ბრალი არ არის. თირკმელმა უნდა გაწმინდო, თქვენ სვავთ ზედმეტი წყალი და მიდიხარ შარდში. და სადაც ეს შარდი იმ გზით მიდის, მერე ინფექციის პრობლემაც არის. ზედმეტი შაქარი რო ტრიალებს, იქ გაძლევს ინფექცია. კაცებშიც საშარდე გზის ინფექციები, პროსტატის პრობლემები, ქალებსაც საშარდის ინფექციის უამრავი პრობლემები არის. თქვენ თუ გაასწორეთ ინსულინის პრობლემა ყვებით მოგვარდება, game შარდვის პრობლემაც მოგვარდება. ახალგაზრდები თუ უყურებს ამ ვიდეოს, აუცილებლად გაუგზავნეთ თქვენი მშობლებს, ან მშობლებს თუ უყურებს ახალგაზრდებს, ისინიც როდისმე იქნებიან იმ პრობლემში, იმიტომ დღეს ცხოვრების სტილი, ცხოვრების წესი ესეთია, რომ არ იციან რომ მომავალში რა ელოდება. დღეს მე უნდა გაასწოროთ ეს პრობლემა, რომ მომავალში არ იყო. რას ვაკეთებ? პირველი არის თუ ადამიანის აქვს ეს პრობლემა, გამი ბევრიჯერ მიდის, ნებისმიერი შაქარი დაანებეთ. დღესვე დაანებეთ. თუ კიდულობს პროდუქტები სუპერმარკეტში, იქ აუცილებლად წაიკითხე, რამდენი პროცენტი შაქარი მიდის შიგნით. ზოგჯერ ძალიან პატარა ასოებით წერია, მაგრამ ბევრი პროდუქტი ესეთია, ქორცებშიც კი შედის შაქარი. პასტა, მაკარონი, ვერმიშელი, გერკულესი, თეთრი პური, ზოგი თეთრია პური, მაგრამ შავი ჩანს. ეგეთი ნებისმიერი ნახშირის წყლები, სწრაფი ნახშირის წყლები დაანებე. ალკოჰოლი ტოქსიკური თითვლება ჩვენი ორგანიზმში და ისევე შაქარი იწევს ადამიანის სიცხილში, რომელიც თქვენთვის საშიშია. დილით რო ადგები, პირდაპირ საჭმელი არ აჭამო. ის არის ეს დრო, როცა თქვენი ინსულინი დალაგდება. სტაბილურად არის იმ დროს შაქარის დონეც და ინსულინი არ ჭირდება ჩვენი ორგანიზმს. პენკრიას ისვენებს. არ წამო პირდაპირ საჭმელი. ცადე რომ 11-12-მდე მიიყვანოთ და მაშინ ჭამო პირველი საჭმელი. ღამე ბოლო საჭმელი 7-8 საათი. ანუ ეს ფანჯარა მოკლე უნდა იყო. პირველი საჭმელიდან ბოლო საჭმელი, რა შეიძლება მოკლე. 12-ზე წამე
7-8-ზე წამე, მაქსიმუმ 9-ზე. მეგობრებო, კალიუმი არის ინსულინისთვის ყველაზე საჭირო მინერალი. კალიუმი სად შედის? ბოსტნეულებში. იმიტომ გეუბნები, საჭმელი ჭამის წინ ჭამე 100 გრამი, 150 გრამი, თუ შეგიძლია 200 გრამი ბოსტნეული. მერე კალიუმის ნაკლებობა არ იქნება. კალიუმი თუ საკმარისი იქნება, ბოჭკო შევა შიგნით და ინსულინი, ანუ შაქარი ძევით არ წავა, ინსულინიც არ დაგჭირდება ზედმეტი და გამე შარდვის პრობლემა მოგვარდება მარტო კვებით. თქვენ გააქვთ პრობლემა, რომ მალე მოგშივდები, მაშინ თითო საჭმელთან ცხიმი უნდა მიაკოლო. ცხიმი, ჯეითუნის ზეთი, კარახი, ყველი, დამდნარი ყველი შეგიძლია, სხვადასხვა ავოკადო შეგიძლია, ცხიმი გაძლევს მაგის საშუალება, მეგობრებო, რომ მალე საჭმელი არ მოგშივდება. დილით 12-ზე რო ჭამს, ცხიმი მიაკოლე, აუცილებლად ცხიმი და პროტეინი, ხორცი, კვერცხი, ეგეთი რამე. სუგბუგად არ აჭამო, სუგბუგად ჭამა არის საშინელი. ღამეც უნდა იყოს საჭმელში ცხიმი. ცხიმი არ მოგიმატებს ქოლესტერინი, ეს მითია. ქოლესტერინი იმატება, როცა ინსულინი ძევით არის, გლუკოზა ძევით არის სისხლში. მაშინ გვიძლის პრობლემაც მოემატება, გვიძლის გაცხიმიანდება, ცუდი ქოლესტერინიც მოემატება. ბოლოს რა შვები? თქვენ სვამთ წყალი, ეს გარეთ მიდის პირდაპირ, უჯრედებში არ შედის. თუ გააქვს ეს პრობლემა, მაშინ წადე მარილი, სხვილი მარილი ან ჰიმალეს მარილი, ნებისმიერი მარილი. მე ზღვის მარილი რო ვეუბნები, ჩვეულებრივი მარილის გულისხმობს. ძალიან წვრილი მარი რეფინირებულია, იმას არა. ზოგი მწერს ეს ზღვის მარილი რომელია, ჩვეულებრივი ორლარიანი სხვილი მარილი არის ზღვის მარილი. ან ჰიმალეს მარილი ვარდისფერი რო არის. ეს შეურიეთ 1 ლიტრა წყალში და ეს წყალი ნელა თელი დაგედალიე. ეს 1 ლიტრა წავა უჯრედებში შიგნით. მარილი დაეხმარება, რომ შიგნით წავიდე, არა გარეთ. სული გავი ჯამთელი და ბედნიერი და არ დაგავიწყდე არქის გამოწერა. იმედია მოგწონს ინფორმაცია, მაგრამ აუცილებლად ყველას უნდა გაუზიაროთ. კარგად და ჯამთელად.